როგორც უკვე იცით, ძირფასო მეგობრებო, ძალიან დიდ სკანდალში გაიხვა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის დღეს ჩვენ გვინდა პირდაპირ ეთერში მოვიწვიოთ და გაგვცეს ყველა კითხვაზე პასუხი და გასაგები რომ იყოს მისი საუბარი, ის მოვიწვიეთ თარჯიმანთან ერთად. მივესალმოთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. სალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე ქალბატონ სალომე და პირდაპირ დავიწყებთ ინტერვიუს. ძალიან სკანდალური ინტერვიუ იქნება, ძალიან ჩამჭრელი შეკითხვები გვაქვს, ბევრი მოფიქრებული. პირველი მინდა შევეხო ჩვენი სტუდია როგორ მოგწონთ, ნუ მაინც თავიდან ესეთი. დიახ. ორი იგი ნანული არის. ორიგინალურიაო რა, კარგია ხო შეადი. ძირფას ტელემაყურებლებო, თარჯიმანი გვეხმარება ჩვენ ამიტომ ძირითადად ყურადღება უფრო თარჯიმანზე. ძალიან დიდი კრიტიკული ტალღა წამოვიდა ქალბატონ სალომე თქვენი მისამართად. ზოგადად რა მდგომარეობა მთავრობაში ეგ მაინტერესებს? მთავრობაში ისეთი ამბავია გორჯესტანი მაღლა არა. ანუ რა თქვა ეხლა რომ მთავრობაში ისეთი ამბები ხდება რომ დედაშვილს არა იყვანსო რა, ეს ამბავია. მოკლედ, გასაგებია. ქალბატონ სალომე, მე მაინტერესებს, როცა ასეთი სკანდალურია თქვენი ქმედებები, კიდევ 5 წელი როგორ აპირებთ ამ თანამდებობაზე ყოფნას? ველოდი ამ შეკითხვას. არარსებულობა, ღრმად პატივსაცემულობა და ზემდგომარეობის ვითარება. ესე იგი, როგორი ამბავია ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ მე მაქვს უამრავი გეგმა, რომელსაც ამ უახლოეს 5 წელში აუცილებლად მოვასწრებო. მან ასევე ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციაზე და თქვა, რომ უშუალოდ იქნება იმ პროცესებში ჩართული, რასაც ქართულ-ევროპული ურთიერთობა ქვია რა. ესე მოკლეთა რაც რამდენად ერევა ბატონი ბიძინა ივანიშვილი თქვენს გადაწყვეტილებებში ქალბატონ სალომე ეგ მაინტერესებს? ეს მიმართულებები მოიცა ამას თავისებური თარგმნა უნდა, ანუ ეგრე მარტივად ვერ გაიგებს. ანუ როგორ არის ახლა ქალბატონო სალომე, ანუ შენ თუ შორის თუ შორს შორისდებული. ეს მიმართულებები არაადეკვატურობასთან დაკავშირებული ყოფილა. ანუ არაო რა, შანსი არ არისო, ბიძინა არასდროს არ ჩარეულა ჩემი საქმეების დაპლანვაშიო და სულ მე ვარო და დამოუკიდებელი ვარო რა, მოკლედ ესე ჩამოაყალიბე. მთავრობის წევრები ათრე რომ გაქებდნენ და ახლა რომ გაკრიტიკებენ, ამაზე რა სიტყვით ქალბატონ სალომე? ანუ განიცდით აი ამას? ანუ რა ისი თქმა უნდა, ეხლა რომ ანუ მთავრობაშიო რომ რაღაცეებს ლაპარაკობენო თქვენზეო. ამაზეო ჩუსტვაო, გაქო თუ ნაკლებად რეაგირებო, როგორ არისო ეგ? გეტყვით, ადრე იყო ყველა ერთისთვინ და ერთი ყველასთვინ. ახლა გახდა პრეზიდენტი თავისთვინ და ყველა ლანძღვისთვინ. გეგონება მე მოვიგე არჩევნები ჩემისით. და საერთოდ 1 წლის წინ თუ ვიყავი თამარი, ახლა გავხდი სხვანარი. როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება ქვეყანაში, თქვენ ლოპოტაზე ხართ ხოლმე ძირითადად და აუზზე ნებიურობ და აი რატო ხდება ესეთი რაღაც? მე ამით ვსთქვამ, რომ პოლიტიკის თხევადი სკუმბრია. ანუ ისე გზნო პოლიტიკაში თავს როგორც თევზი წყალშიო რა, იგივეა. გასაგებია. და მომავალში რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ? შენახვის ვადა რომ გავა, დავაბაკუნებ და მე ნიგოზი მომეცით. ანუ საპრეზიდენტო ვადა რო ამომეწურებაო და ავკრავ ფეხს და მე მიყარეთ კაკალი თქვენო რა, ესეთია. გასაგები. და ბოლოს ისე მინდა დავამთავრო თქვენი სიმღერა, ძალიან პოპულარული იყო ქალბატონ სალომე რომ მღეროდით, არაჩვეულებრივი სიმღერა იყო და შეგიძლიათ რომ გადაცემაში ეს სიმღერა რო ექსკლუზიურად ჩვენთვის იმღეროთ, მაინტერესებს. ჩვენთვის შეიძლება ვანო. კი ბატონო. დიალოგიო, დიალოგიო, წამოდიო, დიალოგზე. მეტავს სადა რისკიდევ უძირო ლურჯი ხალასი სწორედ ისეთი როგორც შენია. ძალიან დიდი მადლობა თვითმფრინავებო. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მადლობა. სალომე.